ნანუკა ჟორჟორლიანს ტროტუარზე დგომის გამო სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. ტელეწამყვანს გასული წლის 16 დეკემბერს ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე ტროტუარზე დგომით ქვეით და მოძრაობის შეფერხებას ედავებოდნენ. თანხა, რომელზეც საუბარია, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი არის ხალხის ფული, ეს არის საპასუხისმგებლო ქართველი ხალხის მიმართ. ასე პასუხობს კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მედიკამენტის შემოტანაზე დასმულ შეკითხვას. ოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესყიდვაზე უარს კობახიძე თანხების პრაგმატული ხარჯვის მოტივით ხსნის. 50 წლიანი პარტნიორობის შემდეგ გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. კალაძემ გერმანელ ხალხს სამძიმრის წერილით მიმართა და ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილება დიპ სტეიტის მორჩილებად შეაფასა. რუსეთის არმიამ ბირთვული წვრთნები დაიწყო. 19-დან 21 მაისამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაში სწავლებას ჩაატარებენ. წვრთნები მოიცავს ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივ მომზადებასა და გამოყენებას.